სახლს შიგნიდან ათბობ, ახლა შეიძლება მოგეჩვენოს, რომ სწორად აკეთებ, მაგრამ 2-3 წელიწადში ამას აუცილებლად ინანებ. ძალიან ხშირად მიკითხებიან, კედლები შიგნიდან დავათბუნო თუ გარედან. ვუპასუხებ როგორც პრაქტიკოსი, მშენებელი, ეს ორი ვარიანტი საერთოდ არ არის ერთნაირი. როცა კედელს შიგნიდან ათბობ, კედელი მაინც ცივი რჩება. თბილი ჰაერი ოთახიდან ეჯახება ცივ კედელს და კედლის შიგნით რჩება კონდენსატი. შემდეგ იწყება ნესტი, რჩება ობი და აქედან გამომდინარე უსიამოვნო სუნი. და დროთა განმავლობაში კედელი ნელ-ნელა ზიანდება. გარედან შეიძლება ვერაფერს ამჩნევდეთ, მაგრამ შიგნიდან პრობლემა უკვე მუშაობს. მაინც იბადება კითხვა, რატომ აკეთებენ შიგნიდან დათბუნებას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის იაფი, სწრაფი და ფასადის გაკეთება არ სჭირდება. მაგრამ ეს არის დროებითი გადაწყვეტილება და არასწორი ტექნოლოგია. ახლა რაც შეეხება გარედან დათბუნებას. როცა კედელი გარედან არის დათბობილი, კედელი ყოველთვის თბილია. კონდენსატი არ რჩება, ნესტი რჩება გარეთ და კედელი დაცულია. ასეთი სახლის ზამთარში უკეთ ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში კი უფრო გრილია. ჩვენს კლიმატში, სადაც ნესტი ხშირია, შიგნიდან დათბუნება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. თუ გინდათ თბილი, მშრალი და ჯანსაღი სახლი, სწორი გზა არის მხოლოდ ერთი, კედლის დაცვა გარედან. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ გეტყვით სიმართლეს მშენებლობის შესახებ. რაც შეეხება თქვენი სახლის ან ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობას, დამიკავშირდით, გამომიგზავნეთ თქვენი პროექტი და დაგისვით ხარჯს აღრიცხვას.